ერთი 60 წელს გადაცილებული რომის ყოვლისშემძლე იმპერიის მმართველი დიოკლეტიანე იყო. ბროლის მთელი ცხოვრების აზრი ისეთი სახელმწიფო შექმნა იყო, სადაც წარმართული კერპების თაყვანისცემა აღორძინდებოდა და იგი ისტორიაში დარჩა როგორც ქრისტიანების ყველაზე დაუნდობელი და სისხლიანი მდევნელი. მეორე, ქრისტესთვის მოწამე მშობლების გერონტის და პოლიხრონიას შვილი, სულ რაღაც 24-25 წლის პირტიტველა ჭაბუკი იყო, რომელმაც ამ ასაკში უკვე რომის ჯარის მხედართმთავრობას მიაღწია და ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი წინ ჰქონდა, მაგრამ ერთხელ გიორგიმ სასამართლოზე მოისმინა ქრისტიანებისთვის გამოტანილი საშინელი სასიკვდილო განაჩენი და მის გულში თანაგრძნობა მთელი ძალით აენთო. გიორგი მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა. თვითონ კი დიოკლეტიანესთან მივიდა. უშიშად განუცხადა, რომ თვითონაც ქრისტიანი იყო და ამხილა მისი უსამართლობა და სისასტიკე. იმპერატორმა რამდენჯერმე სცადა დაეყოლებინა გიორგი ქრისტეს უარყოფაზე. არაფერი გამოუვიდა. მაშინ ბრძანა წმინდანის დასჯა. წმინდა გიორგი დააპატიმრეს. ზურგით მიწაზე დააწვინეს. ფეხები შეუკრეს და მკერდზე მძიმე ქვა დაადეს. მაგრამ წმინდა გიორგი მამაცურად აიტანა ტანჯვა და ადიდებდა უფალს. შემდეგ მისმა მტანჯვალებმა კიდევ უფრო გააძლიერეს სისასტიკე. მათ წმინდანი ხარის მყესებით სცემეს, ბორბალზე დააჭრეს, ატრიალეს და ბასრი დანებით სხეული დაუგლიჩეს. შემდეგ კირში ჩააგდეს და ფეხზე ბასი ლურსმებით თავზე ჩექმები ჩააცვეს. წმინდა მოწამემ ყველაფერი მოთმინებით აიტანა. საბოლოოდ იმპერატორმა ბრძანა წმინდანისათვის თავი ხმლით მოეკვეთათ. 17 საუკუნე გავიდა მას შემდეგ. და ამ ხნის განმავლობაში წმინდა გიორგი არაერთხელ შეეწია ხილულად თუ უხილავად მისი შეწენის მოიმედე ქრისტიანებს. დიოკლეტიანე ტახტიდან გადამდგარი და მარტოობაში მყოფი არავინ იცის თავისი სიკვდილით მოკვდა თუ თავი მოიკლა.